ხინკალი 10%-ით გაძვირდა. ვისაუბროთ ინფლაციაზე. 2025 წლის პირველ ნახევარში სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა. სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ძალიან ახლოსაა ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან, მაგრამ არის რამდენიმე საყურადღებო გარემოება. ინფლაციის ტემპი თვიდან თვემდე იზრდება და სურსათი სხვა პროდუქტებზე მეტად გაძვირდა, რაც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კიდევ უფრო მძიმე თვირთია. 2019-2022 წლებში ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს ზედიზედ 4-ჯერ გადააჭარბა. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 35%-ით გაიზარდა. 2023 წელს ინფლაციის განაკვეთი 2.5%-მდე, ხოლო 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა. 2025 წლიდან ისევ ზრდა დაიწყო, პირველ კვარტალში 2.6%-ს მიაღწია, მეორე კვარტალში 3.6%-ს, თვეების მიხედვით იანვარში 2%-ს და ივნისში 4%-ს. სამომხმარებლო კალათა 12 ჯგუფში გადანაწილებული 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას მოიცავს, რომელთაგან თითოეულს თავისი წონა გააჩნია. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი 92 დასახელების პროდუქტს მოიცავს და მისი ფარდობითი წონა 32%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ სურსათის ჯგუფში შემავალი პროდუქტები ახდენს. გრაფიკზე ჩანს, რომ სურსათის ჯგუფში ინფლაცია 10%-ია, ზოგადი ინფლაცია კი 2.5-ჯერ ნაკლებს 4%-ს შეადგენს. უფრო მეტი დეტალი, კიდევ რა გაძვირდა ხინკლის გარდა, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწვევულ ფაქტებს.